ახლა უკვე 2 მე-14 ნომერი ერთმანეთის გვერდით დგას 2 მეტრი და 8 სანტიმეტრი იმნაძე 2 და 9 უგრეხელიძე საჯარიმოზე ლეჟავა 4-13 ანუ 13-4 წინ არმიის საკლუბო გუნდია ნუგზარ მეკხოვშენ ყოველი 3 წუთის შემდეგ მოკლე მიმოხილვა მიაჩნდა ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა ისედაც აკვირდებიან თამაშს მაგრამ განსაკუთრებით იყო ყურადღებიანი გასულია 4 წუთი ცოტა მეტი 4 წუთი და 15 წამი პირველი რაც შეიძლება ითქვას ბატონო გამეკრომ განსაკუთრებით უპირატესობა აქვს არმიელებს ფარზე ძოლის დროს მათ პრაქტიკულად მოწინააღმდეგეს ფარი მოიგეს ის ჯგუფი რომელიც ნათელში აღდგა შემდეგ მოხდეს რამდენჯერმე და დამატებით შეძლეს 2 ფულის მოპოვება ასე რომ პირველი რაც შეიძლება ითქვას 5 წუთის განმავლობაში არმიელთა სრული უპირატესობა ფართო ბრძოლასთან დაკავშირებით და პირველი ცვლილებების განხორციელდა თქვენ ბრძანეთ რომ იმნაძე შემოვიდა მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდში და ნიკოლაძე ასევე მარკოიშვილი ასევე ცვლილებები მოხდა არმიელთა რიგებში საყვარელიძე და უგრეხელიძე შემოვიდნენ მოედანზე ახლა იმნაძეს პირველი 2 ფულა სწრაფი გარღვევა თუმცა კოტოტოგუშის გადაცემა ბაბიაშვილმა ვერ დაიჭირა და მას განაახლებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კალათბურთელები 15-7 პირველი პერიოდის მეხუთე წუთი მიმდინარეობს. ლეჟავა ჩინებულად თამაშა ლეჟავა. მესვიტი ლეჟავა ორიკულა. ჯარიმასაც ითხოვდა, მაგრამ ბერეკაშვილი იქვე ახლოს იმყოფებოდა, რომ ყოფილიყო მიზეზი ალბათ მისცემდა ჯარიმას თუ ღუშმა ესროლა. ლეჟავა დაეუფლა ბურთს. ეს მისი რიბაუნდია, შემდეგ პასი ტროიკოტონს. კოტონის ხორცნა 15-11 ოთხგოლამდე დაიყვანეს ანგარის სხვაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის წევრებმა ბაბიაშვილი ბოისა დასაწყისში ძალიან კარგად თამაშა შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-14 ნომერმა დავით იმნაძე, მაგრამ უფრო უკეთ გამოუვიდა თამაში უგრეხელიძეს, რომელმაც დავით იმნაძე მეორე პერსონალური რამდენიმე მოძრაობის შემდეგ იმნაძეს მიაღებინა ჯარიმა. საჯარიმოებს უგრეხელიძე ხორცს. მოხდება ცვლილება. მოიცაც ნაცვლად მოედანზე შემოდის ბაქრა. უგზარ მე მინდა გითხრა, რომ ამ თამაშს არამარტო საქართველოში, არამედ მრავალ ქვეყანაში აკეთებენ თვალყოს. ტელეფონით მესაუბრებ თამაშის დაწყების წინ ვლადიმერ ბოისა და გიორგი შერმაძე. ისინი რა თქმა უნდა თავისი განსაკუთრებით თავის ძმის თამაშს ადევნებენ თვალყოს, მაგრამ მათ საერთოდ აინტერესებს საქართველოს ჩემპიონატის მატჩები. და მე მგონი არამარტო შერმაძე და ბოისა, არამედ მრავალი ჩვენი ლეგიონერი დღეს მithumetes ისე დროსაა ეს თამაში რომ ასწალიათ, არა აქვს ვარჯიშები, ისინი ადევნებენ ამ მატჩის გელობას თვალყურს 16-11 მარკოიშვილი სხვა დროს აქედან ისროდა მარკოიშვილი მაგრამ ჯერ მისთვის შეულ ფორმაში არ არის ტროიკოტონი ორი გოლი 16-13 ლაფანაშვილი შემოვა მოედანზე როცა იქნება მის საძიელება თურუში ვახტანგ მინაშვილი ორიკულა. ვახტანგ მინაშვილი, რომელსაც იცნობს ზედმეტ სახელით ობი, რომელმაც შემოსვლისთანავე აღნიშნა თავისი თავი. ორიკულა და სამიკულა, მესვიტი ლეჟავა. 18-16 საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. 3 წუთი და 30 წამია დარჩენილი პერიოდის დამთავრებამდე უკვე საერთო ჯანგში ორი გუნდი 34 კილო მოუბრუნდა. მინაშვილი, იმნაძე, ბაქრაძე. იმდენსრობს დათო საყვარელიძე. რა თქმა უნდა, უგზარ. ჩვენ მოვთხოვდით ამ ბურთის ხორცს შორიდან, მაგრამ მაინც კარგად დაასრულა. დათო საყვარელიძე ყველაფერი კარგად გააკეთა, ორი ქულა შეძინა გულს 26 და სადავა. ბოისა უბრუნდება მოედანს კლუბის ნაცვლად. ლაფანაშვილი შემოდის ლეჟავას ნაცვლად. 20-16
ჩვენი გადაცემის რეჟისორს ლევან ლეკეიშვილს ხო როცა ექნება დრო აჩვენოს გადავსებული მაყურებლებით გადაჭედილი სპორტის სასახლე. იმიტომ რომ ამაზე კარგი სანახაობა სხვა რა უნდა იყოს. არა მარტო ჩვენთვის ვინც ამგზივართ სპორტის სასახლეში, არამედ ტელემაყურებლებისათვის. დიახ, ასეთი რამე იშვიათად ხდება. მე მახსენდება 1994 წელი. ეს იყო საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი ფინალური სტადიის. როდესაც 12-13 აი იმის შემდეგ ამდენი მაყურებელი ჩვენ არ გინახია არც საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩზე ევროპის დაგეთანხმებით. შესარჩევი თამაშებმა გუნდები. დავით იმნაძე 28 იმნაძის ორი ზუსტი კორტის შემდეგ სხვაობა ორქულამდე დავიდა. 3 წუთზე ცოტა ნაკლები არ ჩინჩხანდი უკმაყოფილოა, მაგრამ რითი მე ვერ გავიგე. პერსონალური შენიშვნა ტროიკოდონს რომელიც 10 ქულას აგებდა შეძლო ამ დეფიციტის აღმოფხვრა და ორქულამდე დაიყვანეს სხვაობა, რა თქმა უნდა, ასე დროს მაქსიმალისტი ხდები და აღარ გინდა უკვე სადავეების ხელიდან გაჩერდა. ორივე გუნდს 4-4 გუნდური ჯარი მაქვს, ამიტომ ნებისმიერი შეხება მოწინააღმდეგესთან ორი საჯარო მოწყვეტნა ყოველ განხორციელდება. ახლა ბაქრაძემ პირველი კორტი ზუსტად შეასრულა, მეორე კორტი ზუსტი აღმოჩნდა 22-18 2 წუთი და 56 წამი პირველი 10 წუთის დამთავრებამდე. ნიკოლაძე ჩაჭრა მინაშვილმა და მორიგი იოლი ორი ქულა არნელებამ მოიპოვეს. ოტონი იმნაძეს გადააწოდა, იმნაძემ კვლავ დაკარგეს შენაკა საკუთარ სამინდროს კალალბუთონა ბუთი და ბოისა მოწინააღმდეგის ნახევარზე. ბაქრაძე ერთ-ერთზე თამაშობენ ახლა ორივე გუნდის კალალბუთელები. ბაქრაძე გადააწოდა ბოისას 7 წამი დარჩათ მათ შეტევისთვის. ბაქრაძე სამხულიანი კოცნა ვერ ჩააგდო, მოხსნა უგრეხელიძემ და გარბენი ჯერჯერობით კვლავ ისე მიმდინარეობს თამაში. არმიელთა გუნდს საგნობი უპირატესობა აქვს მოწინააღმდეგის ფარზე ბრძოლის დროს. პრაქტიკულად თითქმის ყოველ მეორებით ისინი ხსნიან და განმეორებით შეტევის ცდილობენ ბუთის ჩაგდებას. აი ცვლილება მოხდა, ბოისა ტოვებს მოედანს, მის ნაცვლად მოედანს უბრუნდება ტუღუში. თუ დააგვირდებით ტელემაყურებლები, როდესაც ჩვენი რეჟისორი გაჩვენებს ტაბლოს, ორივე გუნდს უკვე კარგახანია ლიმიტია გამოწვეული ჯარიმების. ეს კი მიუთითებს იმას, რომ დაცვაში აქტიურები არიან, როგორც შინაგან საქმის სამინისტროს, ასევე არმიის საკრებულოს წევრები და არათუ აქტიურები, ზოგჯერ ზედმეტად აგრესიულები. შესანიშნავი გულიანი გიორგი მარკოიშვილმა ისროლა, ეს იყო ჩინებული, აქვე მის შესაძლებლობა საყვარელიძე უმეთვალყურეოდ დატოვეს და გამოეპარათ ეს ასეთი შეცდომა არ შეიძლება. მარკოიშვილმა ისროლა დაცვის თანხლებით, ხოლო საყვარელიძემ ყოველგვარი დაცვის გარეშე. მაგრამ ჩვენ ასეთი სროლების მინახია, როდესაც არავინ არ იჭერს მეფეზე ბურთი არ ჩადის გარეშე. ან სამი კაცი ეთამაშება და მაინც ვარდება. ჩინებული პასი ტუღუში, მაგრამ შემდეგ უკვე მარჯვნივ ბურთის გადაწყვეტება 27-21, 6 ქულა სხვაობა, წუთი და 18 წამი პერიოდის დამთავრებამდე წინ არმიის სპორტული კლუბია. წუთის შესვენებას იღებს ლევან მოსეშვილი. არმიის გუნდის ხელმძღვანელობა. ლეიტმოტივად უნდა გაყვეს სწორედ ეს მუდმივი აღნიშვნა იმის, რომ დღეს სპორტის სასახლის გადავსება ეს არის ყველაზე დიდი წარმატება ამ ორი გუნდისა. როგორ დამთავრდება თამაში არ ვიცით, რა თქმა უნდა გამარჯვებულს მიულოცავთ, თუმცა არც დამარცხებულს დავტოვებთ.